დღეს კონკრეტული თემა არ გვაქვს საუბრის, მინდა შტაბ-ეჭვდილებები გაგიზიაროთ ორ მოვლენასთან დაკავშირებით. პირველი მოვლენა არის ის, რომ სანამ ნაცები იყვნენ პოლიტიკაში და კიდე მერე ცოტა ხანი მათ მერე სანამ მე აფხაზეთში აქტიურად დავდიოდი, რატო არ ვთვლიდი, რომ პოლიტიკა უნდა მაინტერესებდეს, ან პოლიტიკით როდისმე უნდა დავკავდე, ან პოლიტიკა უნდა ვაკომენტარო. იმიტომ რომ ყველაფერი იყო იდეალურად სწორი. თან უკრაინიდან რო ჩამოვედი 2006 წელს და რო ვიცოდი ზოგადად პოსტ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან უკრაინა ყველაზე ნორმალურია საქართველოს მერე, იმ საქართველოს რომელიც იყო. სხვებზე საერთოდ ლაპარაკიც კი შეუძლებელია და უკრაინასთან შედარებით რო ასეთი ძალიან მაგარი იყო საქართველო და მე რო იმაზე გავიფიქრებდი ხოლმე რომ სხვა დანარჩენ პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებში რა ხდებოდა, მესმოდა რამდენად 1000 თავით ყველაზე წინ ვართ, რამდენად მაგრები ვართ, რამდენად ძლიერები ვართ და რამდენად იდეალურია პოლიტიკა ქვეყანაში. და ის ადამიანები, რომელიც ასეთ იდეალურ პოლიტიკას აწარმოებდნენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მესმოდა რომ გენიოსები არიან, ძლიერები არიან და მათ ფონზე და მათთან შედარებით საერთოდ მე ვის დავეკარგე. ამიტომ ყველაფერი კარგად არის და იქ ჩემი ადგილი არ არის, სადაც ყველაფერი კარგად არის, იქ მე არაფერი არ მესაქმება, იმიტომ რომ ვინც აკეთებს, ის თავის საქმეს კარგად აკეთებს. მე საქმეში ყოველთვის მაშინ ვერევი, როდესაც ვხედავ, რომ ჩემს გარდა ვერავინ ვერ გააკეთებს. მარტო პოლიტიკას არ ეხება, ეს საერთოდ მთელი ცხოვრების მანძილზე ასე ვარ, სადაც მიმუშავია, როდესაც მიმუშავია და ახლაც. იქ სადაც მე ვხედავ, რომ ვინმე რამეს აკეთებს, თუ კარგად აკეთებს, ხო საერთოდ იდეალურია, თუ აკეთებს და რაღაცნაირად მაინც გამოსდის, ოკეი, არ ჩავერევი და თუ ვხედავ, რომ საერთოდ ან არავინ არ აკეთებს რაღაცას, როგორც დეოკუპაციაზე არავინ არ ლაპარაკობდა და მე დავინახე, რომ მე თუ არ ვილაპარაკებ, საერთოდ დაიხურება ეს თემა სამუდამოდ. აი ასე ვარ ყველაფრის მიმართ ცხოვრებაში. ყოველთვის ვთვლი, რომ უნდა ვაკეთო ისეთი რაღაცა, რომელიც ჩემი აზრით აუცილებელია, მაგრამ ამას არავინ არ აკეთებს, ამიტომ უნდა გავაკეთო მე, რადგან არავინ არ აკეთებს. მე მთელი ამ წლების განმავლობაში უკვე რაც ქოცები მოვიდნენ და ის ხალხი, ვისაც ნაცებს ვეძახით, ძალიან ბევრი მაგიდან მედროვე აღმოჩნდა, ძალიან ბევრი უბრალო დებილი, ძალიან ბევრი უსუსური, უუნარო, უყველაფრო. და მე როდესაც ფიქრობ, რომ აი ეს გენიალურ რაღაცებს მიშა როგორ აკეთებ და ვისთან ერთად აკეთებ და მე ახლა უკვე ჩანს, რომ ეს საკვანძო ადამიანები სულ რამოდენიმე იყო აი რაღაცა ხელის თითზე დასასრულელი 5 რა ძალიან რო კარგად დაითვალო და ძალიან რო ცოტა შეამცირო მოთხოვნები 10-მდე ავა. და ეს ადამიანები არიან ზუსტად ის ადამიანები, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში ან ციხეში იყვნენ, ან შინაგან ემიგრაციაში გამოკეტილები. ციხეში იყო და კიდე ისევ არის ბაჩო, ახალაია ციხეში არის რომა ქარდავა, რომა ქარდავა კი არა, რომა შამათავა. გივით არგამაძე იყო ციხეში არ იყო, ახლა ხანს ჩასვეს ციხეში, მაგრამ გამოკეტილი იყო საკუთარ თავთან, საკუთარ სახლში იმის მერე, რაც მას მოკლა დაუპირეს და კინაღამ მოკლეს. ძალიან ბევრი მოკლეს კიდევაც, ძლიერები და გამბედავები. და როდესაც
ეს ხალხი ლაპარაკობს ისევ ფიქრებით ბრუნდები იმ ძველ საუკეთესო დროში, იმ ოქროს 9 წელში და ხვდები როგორ გამოვიდა. როდესაც ლაპარაკობს ბაჩო, გესმის როგორ გამოვიდა ის, რაც ბაჩომ გააკეთა. როგორ ყავდა საუკეთესო ჯარი, როგორ დაიწყო საქართველოს საომარი მრეწველობა და წარმოება. როცა უსმენ თარგამაძეს, ხვდები საქართველოს როგორი გრძელი ხელები ქონდა იმისთვის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხებში, სადაც დემოკრატიას უჭირდა, დახმარებოდა. რამდენიმე რევოლუცია აკადემიას გაკეთებული პოსტსაბჭოთა სივრცეში და პუტინისთვის მოწყობილი ყველაზე დიდი მიტინგი, ბალოდნაის მიტინგი, რომ მისი ორგანიზებითაა გაკეთებული. აი ამ ყველაფერზე და მაშინ ეს იმდენად ჩვეულებრივი რაღაცა იყო, იმდენად თავისთავად იყო, რომ ანუ მაშინ ხო არ გვიკვირდა. მაშინ ეს ყველაფერი კეთდებოდა, იმიტომ რომ გვესმოდა რომ მაგრები ვარ, ძლიერები ვართ, რაცაც ჩავთვლით საჭიროდ რომ გავაკეთოთ ყველაფერი გამოგვივა და მე უცებ ბრბო რომელსაც უნდოდა საბჭოთა კავშირი, რომელიც დააღრჩო საბჭოთა კავშირის ნოსტალგიამ. აი რო წიკვინებდნენ რომ ის ლეტო მოკალით, ეს ლეტო მოკალით, ასეთი მკვლელობები დღეს-დღეში ათიხდება. და ეს იმას ნიშნავს, რომ მაშინ ის ვიღაცეების სიკვდილი კი არ ადარდებდათ ის, რომ საბჭოთა კავშირი მოისპო. ადარდებდათ ის, რომ პოსტსაბჭოთა სივრცის ნაწილი აღარ ვართ. იმდენად განვითარდით, რომ საქართველოს იმ პერიოდის საქართველოზე პოსტსაბჭოთა სივრცე ვერ ითქმებოდა, საერთოდ ფიზიკურად ვერ იტყოდი ამას. ისეთი რეფორმები ქონდა, რომელმაც საერთოდ ევროპულ სივრცეს აჯობა, ამერიკულ სივრცეს აჯობა, საერთოდ ყველაფერს აჯობა მსოფლიოში. და ამაზე დაიბოღმა ბრბო მარტო ამაზე მეტი არაფერი. არავის არ ადარდებდა, რაღაცა შეჯდომები ქონდა მიშას და პირველი 4 წელი კაი იყო და მელე აულიეს. ეს ყველაფერი არის მათი შინაგანი სოვეტიკუსობის გამართლების ციკვინი, აი გამამართლებელი ციკვინი. აი რაღაცას შინაგანად მათ რო რაღაცა ღრღნიდა, რაღაცას ნეგატიურს გრძნობდნენ. აი რომ ყველაფერით რო უკმაყოფილოები იყვნენ, რატო იყვნენ? მხოლოდ იმიტომ, რომ შინაგანად მათ ღრნიდა ჰომო სოვეტიკუსი. და ამ ჰომო სოვეტიკუსმა 2012-ში გაიმარჯვა. მხოლოდ ეს, მეტი არაფერი. და თარგამაძე რო ყვება კვესტაძესთან, ანუ როგორ რაღაცეებს აკეთებდა თვითონ პირადად და საერთოდ როგორ რაღაცეებს ვაკეთებდით მთლიანად ქვეყანა. როგორი საცოდავად ამაზრზენი, საცოდავად საწყლად უსუსური უნაროა ამ ყველაფრის ფონზე. არა მარტო ის ოპოზიცია, რომელიც ოპოზიცია დაგმემიშა გირჩი დროა ბოკერია შმოკერია მისი გიჟი ცოლიანად ლელო ესენი კიდევ ვითომ რაღაცა მოეკითხებათ ზოგჯერ იმ მომენტებში როცა მიშას არ გმობენ მაგრამ კიდე ამაზე უფრო უარესია ის კოცის გაგრძელება ბრბო რომელიც რუსთაველზე დგას სოციალისტური და სოციალური და კომუნისტური ლოზუნგებით არ იქნება შაბალთალიალი აბა მიშა გიდა და მიშა ხო დავამალჩხეთ და როგორც მიშა დავამალჩხეთ ისე დავამალჩხებთ ახლა ბიჯინაშაც ეს მესმის უკვე მე რამდენი წელია უბრალოდ აი როგორი ამაზრზენია ეს ყველაფერი სასტიკად ამაზრზენია
ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი, რომელსაც მე პატის ვცემ, ამ მოვლენის მიმართ არ არის იმდენად კატეგორიული, როგორიც მე ვარ. და მაინც ახ გმირებს ეძახ იმ შვინდის პატიმრეს ზვიად ცეცხლაძე ხო საერთოდ такая маленькая, но уже Наташа типия срулият. Миссии дапиони, миссии NGO дебили организация. Am дапионис რევიუებში შედით და ნახეთ ჩემი კომენტარები. ჩემი რევიუები მათზე და იმ რევიუების ქვეშ კიდე კომენტარები და რას ლაპარაკობს, როგორ ლაპარაკობს, რას მწერს და რას პასუხობს იმაზე, რომ ემას ანტიმიშას რო ვეძახი და ანტიმიშიზმის იქით მე რო რუსობა არ არსებობს საერთოდ, ანტიმიშიზმზე დიდი რუსობა არ არსებობს. პუტინისტობა უფრო ნაკლები რუსობაა, ვიდრე ანტიმიშიზმი. აი პუტინი რო გიყვარს და რომ მოგწონს როგორ ეომება ყველას გარშემო, როგორ გონია რომ სატანიზმს ებრძვის და მართლმადიდებლური ეკლესიის დამცველია და აი ეს ყველა მითი რაც პუტინის გარშემოა, დებილი მითი რაც პუტინის გარშემო არსებობს, აი ყველა ამ მითის რო გჯერა და ამის მონაწილე რო ხარ გამზიარებელი ეს არ არის იმდენად ამაზრზენი როგორც ანტიმიშიზმი. იმიტომ რომ შენ იცი როგორი ძალიან მაგარი იყო ქვეყანა. მაგრამ შენ იმ ძალიან მაგარ ქვეყანაში რაღაცა საკუთარი ეგო რაღაცით რო ვერ დაიკმაყოფილე, რაღაცა შენი დებილი ტრაკის ადგილი რო ვერ იპოვე, სადღაც რო ვერ დასვი, იმის გამო ისე რომ დაიბოღმე, რომ საბჭოთა ნოსტალგიამ შეგჭამა შენ ან შენი მშობლები და დღემდელოობა მიშეგინდა, ამაზე საზიზღრობა არ არსებობს. როდესაც სოხუმში ველაპარაკები გამოსცირებულ იქაურებს, რომელსაც ახლა სხვა გზა არ აქვთ, რომ ილაპარაკონ გარდა იმისა, რომ ლუშეთი კალგია, ამის გზა არა, სხვა გზა ამის გარდა არ აქვთ და ისინი ნაკლები პრობლემაა უფრო და ნაკლები ბოროტება უფრო ვიდრე თბილისელი ქოცი და თბილისელი აბამიშაგინდა და თბილისელი ცეცხლაძეები. ნაკლები პრობლემა იმიტომ არის, რომ და ნაკლები ბოროტება ყოველი მხრიდან, რომ იმად არაფერი არ უნახავთ. საბჭოთა კავშირის მერე მთელი ეს პერიოდი მხოლოდ იზოლაციაში და მხოლოდ ოკუპაციაში არიან. მხოლოდ რუსული ჩექმა ადევთ სახეზე, ამის იქით საერთოდ არაფერი არ უნახავთ, პროპაგანდის მეტის საერთოდ არაფერი არ მოусვენიათ, ამიტომ როდესაც ასეთები და პროპაგანდაში და რუსეთის ქვეშ რუსული აი ასეთი ძალიან მჭიდრო ოკუპაციის ქვეშ დაბადებულ გაზრდილი ხარ, ნაკლები მოგეთხოვება. ვიდრე ტიპს, რომელიც საქართველოს საუკეთესო წლებს მოესწრო და საკუთარი ბოღმა ვერ დაძლია. ძალიან მაგარი ინტერვიუა. ინტერვიუც კი არ არის უბრალოდ გიგის ის და ყვება. კვესტაძე რაღაც მომენტებში ხელს უშლის, მაგრამ ოკეი, არა უშავს. ყვება თავის ბიოგრაფიას, ყვება თავის გაკეთებულ უძლიერეს საქმეებს. და მე არ მგონია, რომ ეს გამოდებილებულები ახლა ამას ნახავენ და აზრზე მოვლენ, მე რა დებილები ვიყავით და თურმე ვიზზე ვლაპარაკობთ ცუდს. აი ეს ფრაზა სულს ამოგხდით. ქოცებმა ზუსტად იგივე გაუკეთეს გივის
და ისე დაუჭრეს ეს სულს ამოხდით, როგორც რუსეთმა ყარყარაშვილს დაუჭრა ის ფრაზა, რომ 100,000 აფხაზ მოკლავთო. აი მაგ ფრაზის 100,000 აფხაზ მოკლავთ მაგ ფრაზის გარშემო არსებული პროპაგანდის დასაშლელად შევქმენი მე YouTube-ი. ყველაზე პირველი ეს იყო. მე ხა ყარყარაშვილის გამართლება, ანუ რაც საზიზღრობებიც ჩაუდენია, ეს მის სინდისეა და როდისმე შეიძლება კანონითაც მოეკითხოს, მაგრამ რაც გადახდა მე მთელი ცხოვრება მის თავს. არა, მაინც ცოტა ერთი ადამიანი ანუ რამდენი ბოროტებაც მამ ქვეყანას მოუტანა იმ ბოროტების ამოსასყიდად 1000 წელი რო იცხოვროს არ ეყოფა. და თვითონ რაც არ უნდა საშინელებები გადახდეს, მაინც არ არის ეს იმის თანაბარი, რომ ქვეყანას რამდენი დაუშავა, იმას ამით ვერ გამოისყიდი. მაგრამ ის რუსული პროპაგანდა, რაც მის გარშემო არსებობს აფხაზეთში, მაინც არალეგიტიმურია. სიტუაცია იყო ასეთი. ეს თვითონ გიასაც მოყოლილი აქვს სუსუ პირველი ვიდეო ჩემი აი არხის ძირში რო ჩახვიდეთ მან არის იმედის დეტექტორზე მიყვანილი და იქ ლაპარაკობს ბოლოში ამ ყვება ამას აფხაზებმა ტყვე დაიყვანეს ვიღაცა 4 ჩვენიანი არა პირიქით ჩვენებმა აიყვანეს 4 აფხაზი ტყვედ და ანკვაბი ელაპარაკება გიას რომ გამოუშვითო ეს ტყვეებიო ყველაფრის გარეშე მოდითო უპირობოდ გამოუშვითო ეს და ჯენტლმენურად და ანუ ეს თქვენს ავტორიტეტს ძალიან გაზრდისო ჩვენშიო ძალიან დაგიფასდებათო და აი ადამიანობას რო გამოიჩენთო ეს ნუ მოკლედ ძალიან კარგი იქნებაო რაღაცნაირად მერე ჩვენი მომავალი ურთიერთობისთვის. კარგიო პასუხა გიამ გავაკეთებო ამას და მე თვითონ დღეს საღამოს წადით ახლა თქვენო და მე თვითონ იმ 4 ტყვეს ჩემი მანქანები დღეს საღამოს მოგიყვანთო. წავიდა 2 მანქანა და ამ 2 მანქანას თავს დაესხა ოღონდ ანკვაბთან შეუთანხმებლად და აფხაზებთან შეუთანხმებლად რუსული ბრძანების დამორჩილებით ბასაევის ბანდა და იქ ვიღაცები დახოცა. და გია იძახის რომ ანუ გიამ იმ მომენტში არ იცოდა ეს ვიღაცები შეთანხმებულები იყვნენ თუ არა ანკვაბთან. მე ანკვაბი უცებ მოვარდა გიას ბოდიშების ის დაუწყო ეს ჩვენ არ ვიყავითო ეს იმათ თავისით ქნესო ჩვენთვის საერთოდ არ უთქვამთო ჩვენ მაგათვის ეს არ გვითხოვიაო ანუ არც ჩვენ შეგვითახმესო არც ანუ საერთო სიტუაცია გააფუჭესო ისე რომ არავინ არ ჩავაყენესო საქმის კურსში და საერთოდ ანუ ეს მათ ვემიჯნებითო უთხრა ანკვაბმა და გია მერე პასუხობს რომ აწი რანაირად გენდოთო საერთოდო და რამდენიც ჩვენ ტყვეს ავიყვანთ აწი რა გამოდისო ანუ არ უნდა დავაბრუნოთო და ყველა უნდა მოვკლათო და ასე რაო მთელი 100,000 აფხაზი რასაც ჩვენ დაგიჭერთ და ნუ მაშინ დარწმუნებული იყო გია რომ ერეო და ეთყობა იმ მომენტში ვისაც დაგიჭერთ ყველა უნდა მოვკლათო და ეს 100,000 აფხაზი მოგკლათო მთელი ამ გრძელი საუბრიდან მარტო ეს ვიდეო მთელი საუბრის არსებობდა თავის დროზე და მთელი საუბრიდან მარტო ეს არის 100,000 აფხაზი მოგკლათო ანუ ცოტა კითხვის ინტონაციით ჟღერს ეს ფრაზა მაგრამ ისე ამერე გამოყენებული დამოჭრილი რომ ჩანს რომ კი არ ეკითხება მოკლათო ვითომ ემუქრება 100,000 აფხაზ მოგკლავთ ანუ გაგჟლიტავთ დაგხოცავთ გენოციდს მოგიწყობთო და ყოველთვის როდესაც იქიდან ვიღაცა გეკამათება
საუბარს ამით იწყებს, რომ თქვენ ჩვენი გაქრობა გინდოდათ, ყარყარაშვილი ამბობდა, რომ 100,000 საფხას მოვკლავთ. ზუსტად ეს გაუკეთეს გივის იმ ფრაზაზე სულს ამოგხდით. და ვიზე ამბობდა გივი, რომ სულს ამოგხდით. იმ რუს კრემლის განავალ ხალხზე, ვინც აწყობდა 7 ნოემბერს. და მე აი ამ ფრაზით დღემდე რო არსებობენ ადამიანები, რომლებიც დღეს ქოცის ოპოზიციად თვლიან თავს და ამაყობენ იმით, რომ 7 ნოემბერს იქიდგნენ. კვესიტაძემაც, ანუ როდესაც აი ამ მომენტზე იყო საუბარი, უცებ, ხო, ისო აწყობდაო პატრიკაციშვილიო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხალხი რომელიც იყო, ნიშნავს. შენ რო ისეთი დებილი ხარ, რომ რუს შენი მოტყუება ასეთი ადვილია რუსისთვის და სასარგებლო იდიოტი რო ხარ, გამიზნულად ხარ რუსის მსახური, თუ შენი დებილობით, თუ შენი ბოღმით, თუ შენი ეგოთი, თუ რითი ხარ რუსის სასარგებლო იდიოტი, არ განთავისუფლებს ეს მტკიცებულებით არ ცნობა იმის რო ვინ ორგანიზა, არ განთავისუფლებს იმისგან, რომ შენ იქ რო იყავი, მოღალატე ხარ. 7 ნოემბერს ვინც იდგა მიტინგზე, ყველა მოღალატეა. და 26 მაისიც, რა თქმა უნდა. და მათი დღემდე აი ასეთი გამართლება ხალხმა რა იცოდა, ხალხს რა ეგონა. ეს არის რუსის კარზე თამაში. ერთი მოვლენა და როგორი სასიამოვნოა ახლა უკვე ამ ფონზე, როდესაც უსაზიზღრეს მდგომარეობაში ვართ, რა ფსკერი გავხვრიტეთ, ყველა გვჯობნის, სომხეთი გვჯობნის, აზერბაიჯანი გვჯობნის, მოლდოვა გვჯობნის, ყველა ვინც სადღაც ტრაკში იყო, რომ ყველამ გაგვასწრო და გვაჯობა და აი ასეთ საზღარ მდგომარეობაში რო ვართ, ასეთი ადამიანების იგივე ბაჩოს მოსმენა, რაც მოასწრო თენგომ და ანიმ რო ჩაეწერათ ის რაღაცა მოკლე ვიდეოები, რაც მიდევს არხზე, იგივე გივის მოსმენა, აი როგორი უდაბნოში წყალია. უდაბნოში წყალი. აი ამათ რო უსმენ, გახსენდება ქართველობა რას ნიშნავს. მეორე მოვლენა ის, რომ მიშა სასამართლო გუშინ იყო და ისეთი სასამართლო იყო, სადაც მარტო მიშა არ იყო. რაღაც საბოტაჟის საქმე ქვია და ასამართლებენ იმებს, ვინც არ მივიდა მე მგონი იმ დებილი წულუკიანის ზუსტად არ ვიცი რაზე ასამართლებენ, იმიტომ რომ გუშინ 3 საათი ვიჯექი სასამართლოში და 3 საათი ბევრი ადვოკატი იყო იქ, იმიტომ რომ ყველას ორ-ორი ადვოკატი ყავს, მიშას ყავს ერთი. და ყველა ბრალდებულის ადვოკატი 3 საათის განმავლობაში ცდილობდა, რომ პროკურატურასთვის ეთქმევინებინათ რაშია ბრალი. ბრალი არ არის წაყენებული. საქმე რაღაცნაირად ისეა, ეს საქმეც კი არ არის, უბრალოდ რაღაც დასტა 47 ტომისგან დგება, რომელიც ბარამიამ თქვა, რომ ანუ გინდა ეს საქმე წამეკითხა, გინდა ლენინის 40 და რაღაცა იქ ტომეულიო, განსხვავება არ იყო, იმიტომ რომ როგორც ლენინის ტომეულები არ მეხებაო, ისე არ მეხებაო ეს საქმეც, ანუ ვერსად ვერ ვიპოვე ჩემი თავი და ვერსად ვერ დავინახე, რას მიყენებთ ბრალად და შეგიძლიათო, რომ მითხრათო, რას მიყენებთო ბრალათო, ყველას ესა. მიშაზეა მარტო გამორკვეული ბრალი, იმიტომ რომ მიშას პირდაპირ ედავებიან, რომ ზვიგენზე რატო დაწერა პოსტი. ხიხოს ზვიგენზე პოსტი რო დაწერა. რომ ისეთი სიზმარი დამესიზმრაო, ვითომ ჩვენო შევვარდითო
გლუვის კოლბა სახლში და ზვიგენთან გადავიღეთო სელფიო. და აი ამ ზვიგენთან გადაღებული სელფი ამას უთვლიან მოწოდებად რევოლუციისკენ და ხიხოს დამხობისკენ და ამიტომ ასამართლებენ. და დანარჩენებს საერთოდ ანუ არაფერი, საერთოდ არაფერი. და 3 საათი ვარკვევდით, მერე ყველა დაიღალა, ვერავინ ვერაფერი ვერ გაარკვია, საქმე დაშალეს საერთოდ მარტივმომრავლებლად, მაგრამ არც პროკურორს, არც მოსამართლეს არ აინტერესებს ის, რომ ადვოკატმა საქმე გააპარტახა და აორთქლა საერთოდ. ანუ რაც აქვთ გასაკეთებელი, ანუ ეს ხალხი გასასამართლებელი აქვს და დასამატებელი აქვს მათთვის წლები და ნუ ამას უბრალოდ აკეთებენ ყველანაირი ყველაფრის გარეშე. იმითაც არ იწუხებენ თავს, რომ რაღაცა ბრალი მოიგონონ. და არკვევდნენ, ვერ გაარკვიეს და ბოლოს მიშას უნდა ეთქვა სიტყვა. მიშამ თავის სიტყვა თქვა და ბოლოში, როდესაც ამბობს, ჯერ ერთი საუბარი იმით დაიწყო, რამდენად დიდსულოვანია უბრალოდ ამ ადამიანის დიდსულოვნებას და ერის მამობის შინაგან ფუნქციას საზღვარი არ აქვს. იმით დაიწყო, რომ იქ ყველა მოღალატე იყო. ანუ ვინ იყო, იქ არ მოვიდა გირჩი, მოვიდა, არ მოვიდა დროა, ბონძღი ელენე ხოშტარია, არ მოვიდა მელია, მოღალატე მელია და არ მოვიდა ხაზარაძე, ბონძღი ხაზარაძე. გამოუცხადებლობა ჰქონდათ და რაღაცა მიზეზებით. ახლა მელია და ხოშტარია რომ იმიტომ არ მოვიდნენ რომ ის რაღაცა 2 კვადრატული მეტრი რა შემოღობილი როა იქ მიშასთან ერთად ჯდომა ვერ აიტანეს. დარწმუნებული ვარ რომ იმიტომ არ მოვიდნენ რომ იქ მიშასთან ერთად ჯდომა არ უნდათ. ჯერ ერთი რომ იმიტომ რომ შინაგანად ისევ დარწმუნებული ვარ რომ იციან რასაც წარმოადგენენ და მათი მთელი პოლიტიკური მოღვაწეობა რისკენ არის მიმართული და უბრალოდ თვალს ვერ გაუსწორებენ მიშას. და მეორე ის რომ ვერ იქნებიან ზვეზდები. ანუ მთელი ყურადღება მათკენ არ იქნება მიპყრობილი. ხოშტარიამ ხო იცის ეს რაღაცაები მელიამაც იცის რაღაცა სირობებით და პერფორმანსებით თავისკენ ყურადღების მიქცევა და ვიღაცას რო წყალი შეასხა და ვიღაცას რაღაცა რო გადაუღებო და რაღაცა გადაასხა და ამის იქით რომ მათი არაფერი საერთოდ ანუ პოლიტიკა რო არ არსებობს. და რამდენად უსუსურები იქნებოდნენ მიშას ფონზე, აი მაგიტომაც არ მოვიდნენ. მოვიდა გვარამია და მიშა იჯდნენ იმ ჩაკეტილში და გარეთ იყვნენ ზურა ვაშაძე და ლელოს მეორე ლელოს მეორეს რა ქვია ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. რაღაცეებს ხო ლაპარაკობდნენ ესენი. ერთადერთი ოდნავ მოსმენა და ისეთი აი რაღაცა რომ ოდნავ ომახიანია და ოდნავ რომ მაშინ ენერგიას და ძალას რაღაცნაირს იგრძნობ იყო ვაშაძე. დანარჩენები აი ნოლის ქვემოთ. ერთ სიტყვას, ორ სიტყვას იტყოდა მიშა და ისეთი ელვისებური იყო ეს სიტყვა. ისე მოგხვდებოდა ყურში, ისე მოგხვდებოდა გულში. ის აი ეგრევე გაღვიძებდა. და ამის ყველაფრის ფონზე როგორი არარაობები არიან ესენი. და როცა მიშა ამბობს, რომ უნდა გავერთიანდეთ, გაერთიანების გარეშე შეუძლებელია, რომ ცოტა ხნით დაივიწყეთ თქვენი პირადი რაღაცა პრეტენზიები თუ პირადი ინტერესები და რაღაცა ჯერ ქვეყანა გადავარჩინოთ და თქვენ პირად რაღაცეებზე მერე ვილაპარაკოთ, ვის რა გეწყინათ, ვის რა არ მოგწონდათ თუ ვის რა მოგწონთ თუ რაღაცა. და
და ამ დროს როცა ამას ლაპარაკობდა, უნდა გენახათ მათი ყველა სახეები და პოზები, როგორ პოზებში აი ასე მოიკუჭენ და ანუ თავით შევიდნენ საკუთარ უკანალში. როდესაც მიშა ამბობდა, რომ უნდა გავერთიანდეთ და გაერთიანების გარეშე გარდაუვალია. და რო ეს გაერთიანება მაინც საბოლოო ჯამში მაინც მოხდება რამდენი წელიც არ უნდა გაწელოთ, მაინც მოგიწევთ. და იქამდე ნუ მიიყვანთ რომ ეს მოხდეს ძალით. ანუ თქვენი ნებით მოახდინეთ ეს გაერთიანება. აი ამ მომენტში აი ასე ყველა 4-ვე იჯდა და 4-ვემ თავი შეიყო. ჩაულებრივი და ეს გულივერი და ლილიპუტები. და კიდევ ვიღაცა გამოვა მერე და ქოჩებო თქვენ აჩებო და ქოჩინაჩი ერთია და აბა მიშა გინდა ნებისმიერი აბა მიშა გინდა რამდენიც არ უნდა იჯდეს ციხეში, რამდენი ღამე არ უნდა ატაროს იმ დებილ რუსთაველზე, ანუ იმ მხრივ დებილზე, რომ იქ დგომა რომ არაფრის მომტანი არ არის საერთოდ და ეს პროტესტები რო დებილობა. რამდენი რამეც ვითომ თავისი ჭკუით ქვეყნისთვის არ ეკეთებინოს მთელი ამ დროის განმავლობაში, თუ აბა მიშა გინდა არის ცარიელი ადგილი. და ამ ცარიელ ადგილებს ბოლოს ისევ ხიხო შეჭამს. ბოლოს ისევ ხიხო მოინელებს. თორემ მიშა მაგის გამკეთებელი არ არის რომ როცა გამოვა ამათ რამე აწყენინოს რა თქმა უნდა. იმდენად დიდსულოვანია რომ ყველას ყველაფერს აპატიებს, ყველას შეურიგდება და ყველას ისევ მოუწოდებს რომ მოდით ახლა ერთად ვაშენოთ ქვეყანაო. როგორც იყო ყოველთვის. იქ ლელოდან იყო რამოდენიმე მოთრეული დროადანაც ვითომ ელენეს გულშემატკივრებით მოეთრნენ, მაგრამ მე რაღაც მომენტში ეთყობა გაიგეს, რომ ელენამ უარი განაცხადა მოსვლაზე და მე არ შემოვიდნენ დარბაზში და ჯაფარიძეს ვიღაცები შემოვიდნენ. ლანა გალდავა ყავთ ესეთი ვიცნობდი ამ გოგოს, ახლა აღარ ვიცნობ. და ბევრჯერ ანუ ისეთი რაღაცა გქონდა რაღაცეები, ივენთები და რაღაცეები, სადაც ვთვლიდი რომ თანამებრძოლები ვართ. და მე როდესაც დროა მეთქი ლელომ თავზე გადაიიმასქნა, გადაისხა კანალიზაცია და ბოლო არჩევნებში ბწყალებში შევიდა და ხიხოს შეთანხმებაში შევიდა და უღიარა ქონდა მცდელობა რომ ეღიარებინა ხიხოსთვის არჩევნები. პირდაპირ მივწერე რომ ვაგზლის ბოზი ხარ მეთქი და რა თქმა უნდა იმის მერე არ ველაპარაკები და ახლა იქ რომ მივედი და რომ დავინახე გამარჯობა არ ვუთხარი. და ცხოვრებაში არ ვეტყვი. მე უკვე როდესაც დავამხობთ ივანიშვილს, როდესაც ყველაფერი კარგად იქნება, როდესაც ქვეყანა უკვე აშენებული გვექნება, მაინც არასდროს არ ვეტყვი გამარჯვებას. ეს ვაგზლის ბოზი რო იყო რამოდენიმე თვე და ხიხოს უკანალში რო ქონდა თავი შეყოფილი, ამას არ ვაპატიებ არასდროს. და ძალიან ბევრი პოლიტიკაში ვინც არის, ერთმანეთს ყველაფერს პატიობენ. ყველანაირ მოსაქმულობას პატიობენ. და სავარაუდოდ ამის გამოც გვჭირს ძალიან ბევრი ის ცუდი რაც გვჭირს. ეს ერთი და მეორე შეიძლება კი არა სავარაუდოდ ზუსტად იმიტომ ვერ ვიქნები მე ვერასოდეს პოლიტიკაში, იმიტომ რომ არ მიმიღებენ, აი იმის გამო რომ აი ასეთი ვარ, რომ ერთხელ ვიღაცა რაღაცა საშინელებას რო ჩაიდენს, ჩემი აზრით ქვეყანას რო უღალატებს, იმას რომ მე მეორედ არასდროს გამარჯვებას არ ვეტყვი, ესეთი რაღაცები იქ მიუღებელია. ან შეიძლება ისე გადატრიალდეს ყველაფერი, რომ
პირიქით მიუღებელი გახდეს ის, რომ ყველაფერს პატიობ და მეორე დღეს რომ ისო შუშუები ხართ. და აი მე როგორი მიდგომაც მაქვს, შეიძლება ეს გახდეს მომავლის პოლიტიკის აუცილებელი ელემენტი. შევხედოთ. ყველა შემთხვევაში სიხისტე აუცილებელი მგონია. სიხისტის გამო მიყვარს ტრამპი. და თავის ოპონენტებს როგორ ასხამს თავზე. თუმცა რაღაც მომენტში როცა დაასხამს და მერე ურიგდება, მასკს ხო შეურიგდა. ეს კიდე ცოტა სხვანაირი რაღაცაა. როდესაც შენ ისეთი რაღაცა გააკეთე, რომ აი პირადად ვიჩხუბეთ, ერთმანეთს რაღაცები დავუძახეთ. ამის პატიობა ადვილია, მაგრამ როდესაც შენ ისეთი რაღაცა გააკეთე, რომ ქვეყანა დააზიანე, აი იქ არა. იქ არ შეგირიგდები არასდროს. შეიძლება მე პირადად მეძახე ხდი რაღაცა მთელი ცხოვრება დებილელიცო ჯანაშიას, ისეც, ასეც, მაგრამ თუ შენ ქვეყნისთვის არ გიღალატია იმ დებილელიცო ჯანაშიას რომ ეძახდი, ამას არ ექნება ჩემთვის არასდროს მნიშვნელობა. მთავარია რომ ანუ სწორი მიმართულებით აკეთე რაღაცა რაც აკეთე. და თუ პირიქით ქენი მთელი ცხოვრება ვაიმე ელისო ჯანაშია რა ჭკვიანია, ვაიმე დუდუდუდუდუდუდს იძახდი, მაგრამ ქვეყნისთვის არასწორი რაღაცა გაკეთე, მაინც გაკეთებული, იქ გადახაზული ხარ. აი ეს იყო სულ რაც მინდოდა თქვენთან მესაუბრა შტაბეჭდილებების სასამართლოზე და შტაბეჭდილებები იმაზე თუ როგორ ემოციებს იწვევს ჩემში ნამდვილი ქართველების მიშას გუნდის ძლიერი ნამდვილი პატრიოტი წევრების მოსმენა დღეს. მომავალ შეხვედრამდე ჩვენ გავიმარჯვებთ აუცილებლად. გარდაუვალია ჩვენი გამარჯვება, რაც არ უნდა გაიწელოს. და საბოლოოდ ამ გამარჯვების ბოლოში რუსეთი არ იქნება შავ ზღვაზე. გარდა იმისა, რომ საქართველო იქნებოდა დაოკუპირებული, რუსეთი არ იქნება შავ ზღვაზე. მომავალ შეხვედრამდე.